დღემშვიდობისა ქართველებო, დღეს არის 11 ივნისი და ახლა არის დღის 4:15 წუთი. მოკლედ თქვენ ნახეთ ახლა წინა ვიდეოში ლაივში დედამიწის სიმრგვალის თუ სიმრხელის შესახებ და კიდე თუ ვინმეს დარჩა რამე მკითხვები და ასე შემდეგ, ამის შემდეგ რა ვიცი ხა, მაგრამ მანამდე 2 წლის უკან მე მქონდა ფილმი გადაღებული 4 ნაწილად და შეუძლია იქ შევიდნენ და იქ ნახონ ლაივში მათ იქ ნათქვამი სად და როგორ. ფილმის სახელად აკვარიუმი. ეხლა ხვალ საღამოს, ანუ 12 ივნის საღამოს ზუსტად არ ვიცი ხა რა პერიოდი იქნება, მაგრამ ლაივს ვერ დავდები, იმიტომ რომ ჯობია დავდო ვიდეო პირდაპირ გვერდზე, უფრო ნათლად რო ჩანდეს ყველაფერი, გამიგეთ, კარგად რო ჩანდეს. ლაივში იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა რომ როდესაც ჩქარა მინდა რომ გავრცელდეს ყველაფერი და მაქსიმალურად რო გავრცელდეს, ხო, მაგრამ ახლა ვინაიდან მე ამით ვაანონსებ, ხო? ანუ 12 ივნის საღამოსთვის 7-დან 8 საათამდე, აი ამ პერიოდში დავდებ ფილმს და მე მგონი ეს იქნება მხილება, დავარქვათ მას მხილება, მე რამდენი ნაწილი იქნება ეს უკვე აღარ მახსოვს მხილებისა, იქვე ვნახავთ, მაგრამ დაუძახეთ და გადაუგზავნეთ შემოკარგებო იმ ქართველობას, ვითომ ქართველობას, რომელიც ღლიცინებს იმაზე, რომ ღვთისმშობელი იყო ქართველი, წინარე ქართველი. ვინც ღლიცინებს იმაზე, რომ საიდან მოიტანეთ გასო ქრისტე ხო ებრაელი იყო, საქმეს რომ ის ებრაელი კი არ არის, მსოფლიო მოქალაქეა. შემდეგ იმ ურიებსაც, რომელიც მრავლად, ესე იგი 120,000 გადასცა უკვე ის ვიდეო, მინი ვიდეო რო დავდე, ყულულებზე და ქურდზე და კიპაზე და კიპაზე ეჩემე ზოგიერთმა თითქოს კიპა იყო იქ მნიშვნელოვანი. სულ ნაკლებად მეიწე, გინდა კიპა დაიხრუნა და გინდა ქვაბი თავზე. მაგაზე ნაკლები ქუდი არცვანებს გვახურავს აგერ ბატონო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი. გამიგე და უფრო დიდი ახსნა რო აგისეთ. რომ ეს კი პანიშნავს რომ ღვთის რჩეულია რომ საიდან რეიტი რანაირად სადაწერია ამას ეს რა სიმბოლოები დაისახება. იმას ახადია ზემოთ დავითის ვარსკვლავი ჯერ ერთი და ის დავითის ვარსკვლავის არ არის მაგათი. გამიგეთ, ამიტომ დაუძახეთ ან გადაუგზავნეთ უბრალოდ იმ ებრაელებსაც, იმ ვითომ ქართველებსაც, რომელსაც სისხლი გაყინული აქვს და ტვინის გაყინული რო აქვს, უსულგლო და უსიზღარო რო არიან. და თქვენ ნახავთ ბატონო, თუ როგორი, ასე ვთქვათ, ღვთისმშობელია თურმე ებრაელები. თავისივე ენით, თავისივე ებრაელებისივე ენით, არა ვიღაცები, ანუ ქუჩაში, ასე ვთქვათ, მოსიარული ებრაელების და დიდი მეცნიერების და დიდი სულიერი მამების და პიროვნებების სახელით აგიხსნით. მე თქვენ თუ ვინ არის ის სიონისტები, რომელიც ებრაელებად ისაღებენ თავიანთ თავს, იმათ საერთოდ არც ებრაელები არიან და არც არაფერი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მთელი ერი, ესე იგი, მიიყვანეს იმ დონემდე, რომ უკვე მთელ მსოფლიოს შეაძულეს თავი. გიტლერის არ შეუძლებია თავი. ეს გიტლერმა აიტეხა, მაგრამ ისიც გეგმა იყო თუ რატო და რანაირად. გამიგეთ, მაგრამ დღეს უკვე მთელ მსოფლიოს შეაძულეს თავი. დღეს უკვე ამერიკა შეიძლება აშკარად ეთქვას, რომ ეს არის ისრაელის შეერთებული შტატები. თქვენ გესმით მსოფლიო ჰეგემონი, რომელიც არის ნომერ პირველი ლამის, ნუ იყო დღემდე, ხო? და დღესაც უნდა რომ აი ყოყლოჩინოს, რომ მე მინდა ვიყო პირველიო და არ გამოსდის, მაგრამ ხო იყო დღემდე, ხო? მსოფლიო ჰეგემონს კონგრესიდან დაწყებული ყველა ესე იგი მინისტრები რამდენი ყავს, ვინც ურიები, ესე იგი ამ ურიების მონობაში არიან. რასაც იყიან იმას აკეთებდნენ ამერიკელებს. უკვე ამერიკელებსაც ამოვიდათ. ესპანეთში ხომ ერთი ამბავია. ამ ებრაელების წინააღმდეგია. საფრანგეთი, იტალია ხომ ერთი ამბავია. ირლანდია, ნუ რა ვიცი, საერთოდ არ გაიხედა, ხო? ბევრი კიდე დუმს და ვერ ამბობს, ჯიშის გამო. მაგრამ
აქ კი არა, რო უკვე აქ ამოვიდა ეს სახელმწიფო უკვე მსოფლიოს, ნუ ეს ხო აშკარად ახლა, ვისაც არ გინდა დანახვა თავი ახლა ჩირგებში ვიყავდა სირაკლემასავი და ასე ვთქვათ, მიწაში ჩარკობილი თავი, მაგაცუს არ ვამბობ ახლა, ხო? მაგრამ ზოგიერთმა რო ვიტყვი, უიმე რას ამბობ იმაზე, ჩვენ ხომ ასეთი ერი ვარ და ასე შემდეგ და იმან ხომ ქრისტე შვა და მოკლედ რა. ყველაზე მეტად აი ესეთი სახართ ქართველები, რომელთაც რა ვიცი როგორ გითხრათ. ისე გარ ტვინი მოწამული, ან აი პირუკო რო კიდე ტვინი, პირუკო ყოგადა არის უტვინო კიდე. აი ესეთია. უყუტვინო არ არსებობს სიტყვა, მაგრამ ალბათ ეხლა იმასე, იმიტომ რომ არის ცალტვინა და არის უტვინო. და არის კიდე ერთი მესამე ალბათ კიდე, იმიტომ რომ ხედავ ამას. უყუტვინო. მე რა ვიცი, აბა რა დავარქვა. რომელსაც არსედის ინფორმაცია, იმიტომ უყმაუდებს და ინფორმაციას აღარ ღებულობს. რა მაგნიტივით განიზიდავს. რო არ უნდა არაფერი გაიგოს თავისი კარგი და სხვისი უხარია. სხვისი ჯერავს. თავისი არ უნდა არაფერი ახალი. კარგი. ბიჭო, როდის ავა ახლა ეს. ნუ მოკლედ თქვენ ახლა სენსაციურ მასალებს შეგროვებს და ამის გარდა კიდე არის უამრავი გეუბნებით 17 მეგაბაიტი ფაილი ახლა რომ უნდა შეინახო კაცმა ერთ და იგივე რაღაცას, ხო? ის სხვადასხვა ასპექტებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მყრავ ნაცს მე არ განახებთ. გამიგეთ? მე განახებთ ამას ცივილურად, დიპლომატიურად, აკადემიურად, მეცნიერულად. გესმით? და დანარჩენი იმის უკან რა ხდება და რა ამბავია? ეს მტრისას კაცო. ამიტომ აქ იქ პოსტის ხვეს იყო მე ნუ ზოგიერთი ქართული წრომეს დასახოცია ესერი და რაღაცა იცით რა არის ხალხო ერი არც ერთი არ არის დასახოცი დედამიწის ზურგზე იმიტომ რომ თუ ის არსებობს რაღაცა ნებით გინდა დავიც და გინდა კარგიც გესმით აქედან ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ეჩვენის ამიტომ მოსასწრებელი არავინ არ არის მოისპო ის ერები და ენები კიდე რომელიც დღემდე ვერ მოვიდა იყო იმპერიები და ისინი დაიშალნენ მაგრამ იმათ რაღაცა მაინც არსებობს რო გონია და რო გვეუბნებიან რომ აი ეს იყო ინკების იმპერია იყო იმის იმპერია ამხელა ცივილიზაცია მაგრამ არ არსებობს არავინ არსად არ გამხელა ხალხო ეს უბრალოდ ისტორია კარგავს ისტორია მიჩქმალა ყველა არსებობს და ყველა არის დედამიწის ზურგზე გამიგეთ ამიტომ ეს ებრაელები რომელსაც ჩვენ კი არა და მთელი მსოფლიო უკვე ვერ იტანს ხო თავისი უზნეობის გამო თავისი არაადამიანური პოლიტიკის გამო იმის გამო კიდე რომ ბავშვებს სკოლაშივე ასწავლიან არაბების მოკვლას სკოლაშივე ოფიციალურად გამიგეთ და ზიზლას შურს უნერგავენ და ეს ხალხი მე ჩვენ ისე გონია ანტისემიტი ხარ ეს ხომ მათი ის არის გამოგონილი ფანტასტიკა რომ ესე იგი თვითონ გახდნენ შეურაცხადების თავიდან რომ ჩადეს ეს პრეამბულაში ეს და ტექნიკა არის ტაქტიკა არის ასეთ ამიტომ მოსასპობი კი არ არის მაგრამ ეს მოსასპობი არიან ეს სიონისტები და რომელიც სამწუხაროდ საუბედუროდ სარკომასავით არის ჩამჯდარი ამ ერში აი ამ შემთხვევაში კი როგორც ამერიკელებს თითი ექნებათ მოსაკაკრინ ისე ამათაც უნდა მოაკაკმინონ ვიღაცებმა და აკეთებენ ამას კიდევაც აკეთებენ ჩვენ ქრისტიანებმა ვერ გავაკეთეთ ეს მაგრამ ქრისტიანებმა გააკეთეს ის რაც ურიებმა ჩაიფიქრეს და ჩვენ ყველაფერში ვეთანხმებით და ვინც სინამდვილეში ანტიქრისტეს ეწინააღმდეგება და მის მოსვლას ეწინააღმდეგება ეს არის სხვა სამყარო ჩვენი რელიგიური მოწინააღმდეგე ანუ მუსულმანური სამყარო სპარსული ასე ვთქვათ ირანი ეომება იმ ანტიქრისტეს მომყვან ერს სოფლიოში მხოლოდ ერთადერთი მიზახეთ ახლა ქრისტიანი ვარ და მართლმადიდებელი ვართო საიდან ვარ ჩვენ ქრისტიანი და მართლმადიდებელი როდესაც ანტიქრისტე ვისაც მოყავს ვიცით ზებირად ყველაფერი ვიცით და იმას ვუკრავთ ეს ხო ვიცით კაცო ეს და საიდან ხართ მართლმადიდებელი ზოგიერთი კი არა ძალიან ბევრი და ბევრი კარგით მოკლედ ბევრს ლაპარაკობ ხა ხვალ 12 ივნისს შემოგარგებო დაიდება მხილება ნომერი არ მახსოვს ხა რომელზე გავჩერდი
და თქვენ ახალ სენსაციურ ფაქტებს. სენსაციურ ფაქტებს. როგორც ყოველთვის. მე ყოველთვის ვუმატებ თამასას, ყოველთვის მაღლა ავდივარ. და სად გავჩერდები კიდევ ვინც? აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე.